იცი რა არის მე მესმის, როდესაც ფეხბურთელი გაითქვამს სახელს და მით უმეტეს, როდესაც ფეხბურთელი თამაშს აწევს ისე მაღლა, როგორც აწია ხვიჩა კვარაცხელიამ განსაკუთრებით ნაპოლიში პირველ წელიწადს სპალეტის ხელში რო თამაშობდა. მაშინ ასეთ ფეხბურთელს მე სთხოვენ, სულ სთხოვენ, რომ ყოველ შეხვედრაში თამაშა აწეულია უკვე. ძალიან აწეულია, მაგრამ მეორე მხრივ სწორედ იმის თქმა მინდოდა ჩემი მოგზალებული აზრით მაშინ ბლოგში, რომ ხვიჩა კვარაცხელია არის გარემარბი. კი ბატონო, რომელიც ეხმარება დაცვას, კი ბატონო, რომელიც გადადის იქითა ფლანგზე, გადმოდის აქითა ფლანგზე ხანდახან შუვიდან შედის, მაგრამ ძირითადად ის არის ან მარცხენა, ან მარჯვენა გარემარბი, ხო? უფრო მარცხენავე ხერხება თამაში, მაგრამ ნუ გარემარბია და გარემარბმა რა უნდა აკეთოს? გარემარბის ფუნქციაც არის ის, რომ გუნდმა უნდა ჩაიტანოს ბურთი იმ ზონაში, სადაც მისთვის იქნება ყველაზე მოხერხებული და ეფექტური და იქ უნდა გაამწვავოს შეტევა, ხო? მეორე ვარიანტი არის, როდესაც მოწინააღმდეგე უწევს, უნდა იმუშაოს დაცვაში. ჩამოვიდეს დაცვასთან. მაგრამ დაცვაში იმუშაოს, ეს არის, თქვა, თამაშის ერთი მხარე და არ არის კავშირში შეტევით მხარესთან, ხო? შეტევაში რა უნდა გააკეთოს? გუნდი როგორ გადაარჩინოს გარემარბმა, თუ კი მასთან არ მივიდა ბურთი. გავიხსენოთ თუნდაც აი ესეთი დიდი ვეიბერთელა გარემარბი, როგორც იყო ვლადიმერ გუცაევი, ხო? გუცაევს პირდაპირ ახალკაცი ეუბნებოდა, რომ ცენტრის ხაზის უკან არ ჩამოხვიდე, იმიტომ რომ შენ წამოეყვება მერე ის მცველი იმ გუნდის და აქეთ დაემატება ჩვენ საჯარიმოსთან. ამიტომ შენ იყავი იქ, შენგან არაფერი არ მინდა ბურთის საფრთხე ამის ყველაფერს. ხა მე მესმის რომ მაშინდელი ფეხბურთი ამის საშუალებას იძლეოდა და ახლანდელ გარემარბებს კატეგორიულად თხოვენ, რომ ჩამოვიდნენ და განაპირა მსვლელებივით ითამაშონ. რასაც ხვიჩა მუდმივად აკეთებს. რასაც ხვიჩა მუდმივად აკეთებს და კარგად თუ გავიხსენებთ, მაგალითად გასული სეზონის ჰაილაითებიდან, ხვიჩას ჰაილაითებიდან, თქვა 6-დან 3 არის ბურთის წართმევა. კი. აი დაახლოებით თანაბრად არის რა. და ასტონ ვილასთან გოლის წუთებზე როგორც ცდილობს ბურთის შენარჩუნებას. ხო, ასტონ ვილასთან გოლის თანაბრად არის მაგალითად ისა, რა ქვია, სალახს რომ ფეხი დაუხვედრა, იქ არ დაარტყმეინა და მაგალითად იქ ფინალში რომ ბოლოს გამოეკიდა იმას, რა ქვია. აი მარტივ მაგალითს გეტყვით იქ რო იყო რა იამალმა რო ერთ დღეს არ იყო ეგ თამაშები თითქმის თუ წინა დღეს იამალმა წაიღო იქ ძელს მოარტყა ბურთი და იმ შეტევას მერე მოხვა ინტერის გოლი და ბარსელონასთვის ესე მომაკუთვნებელი გოლი და იმავე სტადიაზე ზუსტად იგივე ანგარიშზე იგივე იმაზე რა კვარაცხელიამ ბოლომდე შეინარჩუნა ბურთი და სხვადასხვა იყო მე პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო საფეხბურთო გადაცემებში იყო გარჩევა მაგ ეპიზოდების და ზუსტად აი ეს შედარებებიც იყო ძალიან კარგად და პრაგმატულად ითამაშა. როდესაც ეკრანებზე დიდ მონიტორებზე გამოტანილი იყო ეს ერთი ეპიზოდის და მეორე ეპიზოდის და მიდიოდა ამის გარჩევა. პრაგმატულად იმოქმედა კვარაცხელია. საერთოდ დღევანდელი ფეხბურთი გახდა შენ ბოლომდე დაამთავრე რასაც ვამბობ. კი, რა თქმა უნდა, პირიქით ბოდიში ბევრი ვილაპარაკე. არა, თქვი. ხო და იმას ვამბობდი რომ ესე იგი დღევანდელი გარემარბების ის არის, ნუ ეხა მესი თუ არ არის მაინც და მაინც ყველას ევალება უკან. ფაქტობრივად ესენი არიან თითქოს გადავიდა ის სიტყვა მარცხენა ნახევარმცველი და მარჯვენა ნახევარმცველი, მაგრამ აი კვარა რასაც თამაშობს, ფაქტობრივად არის მარცხენა ნახევარმცველი, იმიტომ რომ ბოლომდე ჩამოდის თითქმის და ეხა მარტო გარემარბს მაგას ვერ დაარქმევ რა. გარემარბი იყო მაგალითად იმაში საქართველოს ნაკრებშია ხოლმე და აი ნაპოლიში როცა სუსტ გუნდს ხვდებოდა ნაპოლი აი მაშინ სანიოლი უფრო შუაში ათამაშებს ხოლმე მაინც რაღაც აი არა ეხლა რაც იყო ეს თამაშები დავითაშვილი მარჯვნიდან და კვარა მარცხნიდან თორე ისე ზოგადად ხო როცა ჩაკვეტაძე არის მაშინ ცენტრში თამაშობს ხო არა გეთახმები აბსოლუტურად ეგ ყველაფერი მოიტანა აი ვთქვათ მედიკამენტების განვითარებამ სპორტული მედიცინის განვითარებამ ამ ვიტამინების ათასნაირი ახალ-ახალი ვიტამინის გამოგონებამ და მოიტანა ის რომ ფეხბურთელებს შეუძლიათ ძალიან ბევრი ირბინონ და შესაბამისად აი რასაც ილია ამბობს რომ გარემარბი კლასიკური თვალსაზრისით ანუ ადამიანი რომელიც ვთქვათ მესამედში ესე მოედანი რომ პირობითად დავყოთ სამნაწილად მესამედში ამწავებს თამაშს ასეთი ადამიანი ასეთი ფუნქცია ჩაყლაპა ნახევარმცველმა ფაქტიურად ფლანგის ნახევარმცველმა იმიტომ რომ თანამედროვე ფეხბურთელებს შეუძლიათ გაუთავებლად წინ და უკან ირბინონ
ეგ ეხლა ილია შენ ბრაზილიური ფეხბურთის მოყვარული ხარ და რასაკვირველია ალბათ გული ეხლა შენ როგორ დაგწყდება იმიტომ ის ეპოქა არ გახსოვს მეც არ მახსოვს მაგრამ აი გარინჩა სოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი რომლის სახელსაც ლეგენდები და ნუ რაღაცა რომანტიკა უკავშირდება გარინჩას ამპლუა საერთოდ გამქრალია თანამედროვე ფეხბურთში გარინჩა არავის არ ჭირდება ხო? იმიტომ რომ საერთოდ ფეხბურთი შეიცვალა და ეს შეცვალა ფიზიკურად ყველანაირად აი შეიძლება ცოტა გაგვექცა სიტყვა ეხლა არა საინტერესოა როგორ იცვლება რა აი ეს თვითონ ფეხბურთის როგორ იცვლება აი მაგალითად ახლა სადღაც 15 წლის წინ უმეტესად ის გუნდი იგებდა და ის იყო მაგარი ტიკიტაკას ეპოქაში რომელსაც ბურთს ფლობდა მაგრად რა და იქ ბევრმა კოპირება დაიწყო იაპონიის ნაკრები თამაშობდა ტიკიტაკას მაგალითად ცდილობდა მაგ ხო აღარ არის საჭირო ბურთის ფლობა აღარ არის ეგ მიხვდნენ უკვე რომ ის მოჭამა დრო იმან მოჭამა აი ლუის ენრიკეს თვითონ როგორ შეიცვალა სცადა იქ 2022 სოფლიოზე რომ ესპანეთის ნაკრები ესე ეთამაშებინა განიცადა კრახი გავარდა და გადაეწყო კაცი აბსოლუტურად სხვა ფეხბურთისკენ რა აბსოლუტურად არა მაგრამ ნუ ისე აუცილებელი პირობა აღარ არის რომ მაინც და მაინც გეგენ პრესინგი აქვს უკვე აი ეგ კლოპმა დაამკვიდრა და დღეს ეგ გუნდები არიან მაგრად რა აი ვინც პრესინგს მაღლა აკეთებს და ხშირად აკეთებს სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოს ნაკრების აი ამ პრესინგის ელემენტებში რეგრესიაც გარი და ახილევსის კურსია ჩვენი ნაკრების კი ბატონო. წინ უფრო შედარებით რაღაცა გამოგვდიოდა ასე თუ ისე 15 წუთი იქნებოდა 12 წუთი და წრეულს იკლო მაგან. მაგაზე ჩვენ გადავალთ კიდე. ისე საიდან წავედით? კვარაცხელიას ლიგის თამაშიდან წავედით გარინჩამდე. სხვათა შორის საინტერესო იყო მგონი.